ძვირფასო საზოგადოება, ქალბატონებო, ბატონებო. მართალი გითხრათ, აქეთ როცა მოვდივარ, დიდ სიყვარულს მოვყევარ. თქვენ და თითოეული თქვენთაგანი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მოვილტყვი ხოლმე თქვენთან შესახვედრად ყოველთვის. პატარა მიზეზი მინდა რომ მე თქვენსკენ წამოვიდე. დღეს მაქვს ბედნიერება აი ამ ულამაზეს საღამოს დავსწრებიყო. მიულოცო ჩემ ნანას, რომელმაც ძალიან დიდი საქმე აკეთებს და კლავაც გააკეთებს. ქვეყნის საქმეს აკეთებს შეიძლება ითქვას. დიდ პროპაგანდას უწევს ქართულ სიმღერას. პატარებს აზიარებს ქართულ სიმღერას. და უკვე ის პატარები დღეს ძალიან დიდები არიან და უკვე ყველამ თავის გზა მონახა ამ სფეროში ნანას დიდი დამსახურებით. ღვაწლი ძალიან დიდია ნანასი, რომელსაც ალბათ ასეთი საზოგადოება როგორც თქვენ ხართ, ისეთი მსმენელი როგორც თქვენ ხართ, იშვიათად არის ხოლმე და ეს დაფასება სწორედ ნანას ძალიან ჭირდება, იმიტომ რომ ის მართლა ძალიან დიდი ღვაწლმოსილია. ჩემო ნანიკო, გილოცავ მე შენ დღევანდელ დღეს. ალბათ შემიძლია თამამად თქვა, რომ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ნანას დაეჯერებინა ჩემთვის, რომ ის მართლა კარგ სიმღერებს წერს. და დაიჯერა. და ძალიან მიხარია. და ისე დაიჯერა, რომ დამირეკავს. ქალბატონო მარიკა, ორი სიმღერა დავწერე, აი გუშინდა დღეს. იმ დანაკლის ავსებს, რაც აქამდე უნდა გაეკეთებინა დიდი ხნის წინ. ჩემო ნანიკო, დღეს ძალიან კმაყოფილები ვართ ყველა, ძალიან გახარებულები ვართ ყველა, რომ აი ამ დიდ სცენაზე, ამ შესანიშნავ თეატრში, ამ საზოგადოების წინაშე ასე ლამაზად წარვდექი იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ასე ლამაზად გიმშვენებენ გვერდს, შენც, ჩვენც, ყველას და ყოველთვის გვერდში გვიდგანან, როცა კი ჩვენ გვჭირდება და რო არა ესენი, ალბათ ჩვენ არავინ არ ვიქნებოდით და არაფერი. დიდი მადლობა გოგო ბიჭებო, უღრმესი მადლობა, მიყვარხართ ძალიან და ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაბედნიეროთ და სულ ასეთი წარმატებულები ყოფილიყავით ყოველთვის. მადლობთ ყოველთვისათვის. იცით, ეხლა დარბაზში დავინახე ძვირფასი ქალბატონი, ჩვენი ქალბატონი მარინა ლეკიშვილი. ავტორი სიმღერისა, რაც ძალიან ბევრი სიმღერების, მაგრამ რაც ამ ქვეყნად სიყვარული მოხდა. იესამოთ ქალბატონი მარინა, გვიყვარხარ, ძალიან გვიყვარხარ ყველას. როგორ მიხარია? მადლობა მიცი მინდა კიდე გადავხადო. ჩვენი საავტოროს, აი საავტორო უფლებების დაცვის გოგონები არიან ჩვენთან ჩამოსული და მადლობა მათ, რომ დღეს თქვენ ჩვენს გვერდით ახართ, გემოწ. და კიდევ ერთი პირობა უნდა ჩამოგართვა ახლა, რადგან აი ყველანი ერთად ვართ, მოდი ახლა შენდობის კვირაა მაინც, ხო? და ვის სხვერპსაც აპირებს კონცერტის მერე მოკლას შეუნდე და აპატიე, კარგი? შენ ხო კეთილი გოგო ხარ, ნანიკო? აი ეს. გადავრჩით ყველა ძვირფასო მეგობრებო. უკომენტაროთ და ხვდებით ალბათ რომ ბოლოს დასასრულს მივახლოვდა ჩვენ დღევანდელი შეხვედრა. რა თქმა უნდა, ყველას ყოველთვის გული გწყდება ხოლმე, როცა თავდება ასეთი პატარა, მაგრამ დაუვიწყარით დღესასწაულები და ალბათ ყველანი დამეთანხმებით. ალბათ ყველანი ერთნაირად ფიქრობთ, რომ ამ კონცერტს დღეს დაასრულებს არა სიმღერა სიყვარულზე, არამედ სიმღერა დიდ სიყვარულზე. იმიტომ რომ მე ნანასგან ბევრჯერ მომისმენია, როგორ აპროტესტებს ხოლმე ის, როდესაც თუნდაც იუმორისტულ გადაცემებში ქუთაისზე ხუმრობენ ისეთი ტონით, როგორც არ უნდა იხუმრონ, ისეთი ინტონაციით, როგორც ქუთაისლები არ საუბრობენ, ისეთ თემებზე, რომელიც არ ეკადრება ქუთაისს და ამას ისე აპროტესტებს ხოლმე, რომ მაშინ გრძნობ, ნუ გიყვარს შენი ქალაქი, ეს არის ერთი, მაგრამ არის მეორე განცდა იმის, როგორ ინარჩუნებ შენ, როგორ უფრთხილდები და როგორ ებღაუჭები მის ყველაზე საუკეთესო ტრადიციას და მინდა მიულოცო უბრალოდ ამ ქალაქსაც და ჩემს ქვეყანასაც, რომ ასეთი პატრიოტი ყავს ნანა იამანიძის სახით. და ბუნებრივია სიმღერა, რომელიც მან შექმნა, აღარ იტყვი იმ სიტყვას, დეკორის შემქმნელებს ძალიან დიდი მადლობა.
ელბი დეკორს ძალიან დიდი მადლობა დაავიწყდა ელბი დეკორ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მაგრამ ნუ მაწყვეტინებ ემოციურ სიტყვას ადამიანო, მერეც ვეთქვით ამ მადლობას და მინდა გითხრათ რომ შექმნა სპეციალურად დღევანდელი საღამოსთვის თავისი ალბომისთვის სიმღერა, რომელსაც ნუ მე დავარქვი ჰიმნი ქუთაის. ზოგადად ძალიან რთულია, როდესაც არსებობს ის არაჩვეულებრივი ჰიმნი, როგორიც არსებობს ქუთაისზე, რამეს კიდევ ჰიმნი უწოდა, მაგრამ ამ საუკუნეში ქუთაისზე შექმნილი სიმღერებიდან მე მგონი საუკეთესოა და მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ნამდვილად გახდება თანამედროვე ქუთაისის სავიზიტო ბარათი და მისი ავტორი იქნება ნანა იამანიძე. ტექსტის ავტორი იქნება ნუკრი კარკაძე, ხოლო შემსრულებელი იქნება ჩვენი უსაყვარლესი გელა დონაძე, რომელსაც ახლა ვთხოვ სცენაზე. მე გემშვიდობებით საუკეთესო სურვილები, დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ თქვენთან ერთად და წავდექით თქვენს წინაშე, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. ძალიან დიდი მადლობა. ეს ქალაქია დიდი მეობა და მეგობრობა, ქუჩებს აივნებს სიმღერის მადლი შემორჩენია, ბაგრატის სუნთქვა რიონს დილად გამოხოლია, აქ ყველაფერი ყველა კუთხე შენი გონია, უნდა გიმღერო ჯერ არ სათქმული, ეს გაზაფხული შენი სულია, ჩემი ქალაქი, ჩემი გულია, ეს შენი ზეცა სასაული. როწეულივით აღვავებულა, ეს ყველასათვის საოცნებო იმერეთია, ქარი ღიღინებს ყველა ლექსებს რაც შენზე თქმულა, ეს მაისია თუ აისია ქუთაისია, უნდა გიმღერო ჯერ არ სათქმული, ეს გაზაფხული შენი სულია, ჩემი ქალაქი, ჩემი გულია, ეს შენი ზეცა სასაულია. უნდა გიმღერო ჯერ არ სათქმული, ეს გაზაფხული შენი სულია, ჩემი ქალაქი, ჩემი გულია, ეს შენი ზეცა სასაულია.
ნანა უმაგრესო გილოცავ ნანა გილოცავ საყვარელი საოცარი საღამოა აი საოცარი და გილოცავ ნანიკო ლაფსები გილოცავ საყვარელი გინაცალები მომისვიდი აულა ანა ხული იყო რა აუ მოგეთ აქტონებული ერთი ორი შეცდომა რო იყო ის ლაფსები რანაირად შეცდომა იმალე იყო ძალიან შემოვედი სპეციალურად მოიცავს უკან უნდა გაგაცნო გავობლიში დახედე დათო ასე დაგახურე დაგირეკე რა გამარჯობათ მომისვიდა მანა არსადაც აგერ არის ენაცვა გადაგცადა რა მე დავთქვი რომ იქნება მაგრამ მოიმე გენაცვა აუ დალიტი მანდლო არიტი თალიკოდი არიტი ხეხი არ მოიწვა ეს რა არის თალიკოდი და ეს კონი საჩუქრები დაღარავ აი ამდენი სურათი არ ქონია თორემ აი